თავიდანვე დაარიგოს ორსულითი როგორ მოიქცეს, როგორ ფიქრობს, როგორ უნდა მოიქცეს. დანიშნოს კარგოს პირი. დანიშნოს პროვინციის კარგოს პირი, დანიშნოს პროვინციის პირი. სპირინი, მერე მონიტორინგი. პროვინცია. რას არ უჩვენთ. მარილი შეგოლილი ციცაკიანი მილიონი ისარი. ეს ყველაფერი იწვევს აგრარულ. ამიტომ რა თქმა უნდა თუ თქვენი ჯერა ძალიან მნიშვნელოვანია წონის მატება განსაკუთრებით 18-20 კილოს პირის შემდეგ დინამიკაში ორი კვირის განმავლობაში. რომელიცაც აბსოლუტურად იგნორირებას უკეთებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღამის დიურების მომატება, ეს ზოგჯერ წინ უსწრებს არტერიული წნევის მატებას. მაგალითისთვის, თუ ქალი გეუბნება, რომ ექიმო დაახლოებით 2-3 კვირა ღამეს გების 60-ჯერ, ოპა, უმცირში უნდა ჩართოთ თქვენ ტვინში მაღვიძარა ან როგორ გითხართ განგაშის ნიშანი, რომ აქ უკვე დაწყებულია პრეეკლამსიის ნიშნები. შეიძლება თქვენ ვერ გამოიჭიროთ ან მაღალი არტერიული წნევა, ან როგორც წესი მეორე შეცდომ არის, რომ აბა გაზომე დარიგო შენი წნევა, დარიგო ნორმალური გაზომვა არ იცის, ამაზეც ვილაპარაკებთ და გამოგეყაროთ სისტოლური არტერიული წნევის ან დიასტოლური არტერიული წნევის სვალებადება და დროზე ვერ დასვათ პრეეკლამსიის ნიშნები. ისევე როგორც სისხლისდენის დროს პრეეკლამსიის დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია დროზე დაისვას. პრეეკლამსიის დიაგნოზი დროზე დაიწყოთ კურნალობა იმისათვის, რომ არ მოხდეს შემდეგი უფრო ძიმედ უსაშორებელი დაავადებები. რა გავრცელება აქვს პრეეკლამსიას? მე გითხარით, რაც უფრო დიდია გესტაციის ასაკი, მით უფრო მისი ალბათობა იზრდება. მაგალითისათვის, ორსულებისთვის დაახლოებით 4.6 Потом. მოუსმინოს უნდა მე. და 25 კვირამდე სულ არის 0.3%. ხოლო 35% შემდეგ 0.7%. გუშინ მე ვთქვი ზაზა, რომ იმ კონტინგენტის მაჩვენებელი, რომელიც 10-20 წლის წინ ვერ ფერმდებოდა, ვერ მიყოდა ორსულობა ბოლომდე. ასეთი არის. განა არ გაგიკვირდა, როდესაც 60 წლის ქალის ვამშობი არეთ ახლა. ანუ
უცი მე მახსოვს საზა რომ პრეეკლამსიას ფორმალობდი აბსოლუტურ სიჩუმეში და აბსოლუტურ ვლელოთა. კი, ეკლამსიის პალატა. ნუ ხო იყო არა ახლაც არის უკრაინა. ახლა მაპატკეთე ახლა ეს ამერიკელები რას ამბობენ რომ ორი მეთოდია ამ დაავადების ფორმალობის ერთი არის ამერიკული რომელიც მოიცავს მხოლოდ მაგნეზიის სულფატის გამოყენება კი. არაფერი სხვა ევროპელები რა თქმა უნდა ხვარობენ მაგნეზიის სულფატს მაგრამ სხვა ჰიპოთეზიური საშუალებებთან ამ თქვენ კითხვაზე მეტი იყო გეუბნებით მეტი არის იმ კონტინგენტის რაოდენობა რომელიც უცინ ვერ მიიტანდა უშუალობას თუმცა ძიმე პრეეკლამსიების როლი გაცილებით ნაკლებია ჩემოკარგებო რატო მაგას იმ წუთში დაგიკითხეთ რომ ძიმე პრეეკლამსიის და საერთოდ ეკლამსიას ახასიათებს რა აბა ვინმე თქვის კლონური და ტონური ხასიათის კუნჩხვები როდესმე ნამდვილი კუნჩხვა მაქსიმუმ სამჯერ ნახავს ტონური კუნჩხვა რა არის ციტულისაც დიდი ხანია კლონური არის ძირითადად სახის რომელიც ძალიან იოლად და ძალიან ხალხო დროში გადის ბოლო დროს მე ეს ხანგრძლივი კუნჩხვები კი მაქვს ნახული ძალიან იშვიათად მაგრამ ტიპიური პრეეკლამსიური ტონური და კლონური კუნჩხვები ნუ არ მინახე ალბათ 30 წელიან მაინც ამიტომ გეუბნებით სიმძიმე მაშინ უფრო იყო მაგრამ კონტინგენტი რომელიც რაოდენობრივ რომელსაც შეიძლება დაემართოს ეს ბევრი ვაკავს გუჩი ხარდა ოჩიჩი აპოლებით უფრო ნაკლებია ეხლა რომ ხალხი განადგა სისხლსაბარების სიჩუმეცია უმალობაც ერთი პრევენცია არის ორიანათია მეორე ცოტა უფრო მეტი კულტურა შემოვიდა ხალხში მაგრამ სამწუხაროდ აგერ არის შემჩვენი თანამშრომლებთან გზაზე ძალიან ცუდად ხდება ამ პრეეკლამსიის მართვა ფიქრობ რომ საქართველოში საერთოდ არ არსებობს პირველადი როლი ანუ პოლიკლინიკის როლი არის ნულის დონეზე ისეთი არ გავა მესამე დონიდანაც შეიძლება მოდის ეშმაკობენ როგორ ეშმაკობენ იმით რომ კანონში წერია რომ რეფერალი უნდა განხორციელდეს ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებიდან ამდა შეიძლება რეფერალი ერთი განყოფილებიდან ერთ დაწესებულებაში მეორე განყოფილებაში აუცილებლად 100 ფორმის შევსებით ხო? ეუბნებიან შორენა წადი მედინაში რომ მოვლიან აგრესიულად მოდიან იმიტომ რომ იციან რომ ძიმე მდგომარეობაში ამ შემთხვევაში გვაქვს ორი უკიდურესობა ან დედისქვიდან ან ნაყოფისქვიდან ხშირად არის სულ დადებითიც მაგასაც მაგალითად უკვე ვიცი რომ გაისურვო ხო ალბათ ეხოსკოპის მოხდება ამერიკაში მინიმუმ 5 წელი უნდა რომ ეხოსკოპის დიპლომი მოქცენ მაგრამ ის პროგნოზ გაძლევს ეს ბავშვი რომ დაიბადება რა ექნება 40 წლის ასაკში აქა ვამოწმებთ ხოლმე ღმერთს მადლობა რომ ძალიან კარგი ორი აღარ პროფესიონალური ეხოსკოპისტი ყავს ვერ ვფიქრობ რომ ამაში ჩემი დიდი წვლილია იმიტომ რომ ორივე გაგზავნილი ყავდა ჩემ მეგობრებთან ალექსანდრე იოსებიძე კუსტან ეს არის პრივატიკელი ებრაელი პროფესორი აკადემიკოსი რომელიც ერთ-ერთი
საბჭოთა კავშირში იყო დემიდოვი ასეთი მასთან ერთად მუშაობდი ძალიან კარგი ეს იყო ინსტიტუტში ფუნქციონალური დიაგნოსტიკის უფროსი სოფლიოში ეხოსკოპიური განეკვლევა დაიწყო დაახლოებით 1957 წელს იყო ასეთი იან დონალდი ძირითადად ეხოსკოპია შემოვიდა მედიცინაში მიანების გამო სამიანო პრობლემები იყო უზარმაზარი მანები იყო სადაც ულტრაბგერა გადადიოდა და აკეთებდა გამოკვლევას გამოკვლევა კეთდებოდა 50 წუთის განმავლობაში და ამისათვის დღეისათვის დამტკიცებული ის რომ ულტრაბგერა მოქმედებს ნაყოფზე არ არის თუმცა ანთელავამ რამდენჯერმე შეაშინა კიდევ ერთხელ ვიმეორებ დამტკიცებული ეს არ არის ერთადერთი არის დამატება რომ უწყობს შემოერთებელი ულტრაბგერა ქსოვილის გზას ამიტომ თუ თქვენ დააკვირდით ეხოსკოპისტები რომლებიც ამას რიგებიან ხელსაყრელებში აკეთებენ ულტრაბგერის გამოკვლევას. ხო რა შეიძლება კიდე ვილაპარაკოთ პრეკლამსიის სიმძიმის შეფასება და კლასიფიკაცია რა თქმა ახალი პრეკლამსიული სპექტრი პრეკლამსია მძიმე ნიშნების გარეშე და პრეკლამსია მძიმე ნიშნებით ანუ მძიმე პრეკლამსია სადისკუსიო შეკითხვა რა არის ახალი ამ კლასიფიკაციის მიხედვით პრეკლამსიული სპექტრი მძიმე პრეკლამსია პრეკლამსიის მძიმე ნიშნები პროტეინურია აღარ მიიჩნევა მძიმე პრეკლამსიის მნიშვნელოვან დიაგნოსტიკურ კრიტერიუმად მასიური პროტეინურიაც 5 გრამი დღეში აღარ მიიჩნევა მძიმე პრეკლამსიის მნიშვნელოვან დიაგნოსტიკურ კრიტერიუმად მძიმე პრეკლამსიის დიაგნოზის დასაცმელად ჰიპერტენზია და სამიზნე ორგანოების მნიშვნელოვანი დისფუნქციის არსებობა სრულად საკმარისია ნაყოფის დის შეფერხებას აღარ განიხილება მძიმე პრეკლამსიის დამახასიათებელ ნიშნად ოლიგურიაც აღარ წარმოადგენს მძიმე პრეკლამსიის ეს არის ყველაფერი ამოღებული up-to-date ალბათ საქართველოში ვერ აკითხულობს. ამიტომ ყველა ქვეყანაში არის ეროვნული პროტოკოლი, რომელიც საქართველოს ძალიან კარგად დაწერილი. გვაქვს ჩვენ ეს პროტოკოლი, ხო ვაკარა? პრეკლამსიის მძიმე ფორმის დროს რა ნაბიჯები უნდა გაქვს. ეს არის ამოღებული up-to-date-ში, არის წელს ამოღებული, ანუ ახალი არაფერი არ არის, მაგრამ ცოტა განსხვავდება ჩვენი პროტოკოლით. რა გუნდური მართვა არის საჭირო პრეკლამსიის დროს ვინ აფუძნებს ეს კლინიკური კითხვა ანესთეზიოლოგების და ჩვენთვის. პრეკლამსია წარმოადგენს მულტისისტემურ დარღვევას. მისი მართვას ახორციელებს გუნდი მეანები, ანესთეზიოლოგები, სამიანოები, და ანესთეზისტები. პრეკლამსია შეფასება ანესთეზიოლოგის მიერ. პრეკლამსიის მოცულობის შეფასება ანესთეზიოლოგის მიერ უნდა განხორციელდეს მშობიარობამდე, რადგან მოსალოდნელია სიცოცხლისათვის საშიში გართულებების განვითარება
და შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი დახმარება. მე მგონი ამას ვაკეთებ ჩვენ და ძირითადად მძიმე პრეეკლამსიებს ვაკეთებს კონსულტაცია ან შორენა, ან ზურაბი, ან ანკა. ვასი. სიცოცხლისათვის საშის გართულებების მიეკუთვნება. პირველ თვით ეკლამსიის განვითარება, პლაცენტის საცლა, ხალასში და სიჩქარევა, თითქმის შეშუქება, თითქმის სწავლული უკმარისობა, ვიზის უკმარისობა ან გახევა, დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია. რა თქმა უნდა, ამ გართულებების მართვა გარდა მეორე წინადადებისა ეკუთვნის ანესთეზიურ რეანიმაციას. კლინიკური შემთხვევა. G1 გუშინში რა არის? ნოლი არ არის ჩვენ გესტაციური 24 კვირა. თავის კვირა. ქედლობის დაბინძურება. heart rate 90 ქედლობის არის კი პრეკლამსია. რა თქმა უნდა, არის იმიტომ გესტაციის ასაკი 24 კვირაზე ჩვენ ვიცით ამასაც უფრო ხშირად არის. თუმცა მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მაღალია სისტოლური და დიასტოლური წნევაც. გარდა ამისა, არის ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემა, ეს არის თავის ტკივილი და მხედველობის დაბინძურება. ბატონო, ქედლობის დაბინძურება ძალიან თავის ტკივილის ეპიგასტრომის ტკივილი ეს ნიშანია სისჩაქცეობის. შეიძლება არ იყოს მასიური, მაგრამ მაინც ნიშანია. ასაკით 17 წელი ძალიან დიდი რისკია. ასაკი 17 წელი ხო ძალიან ხანდაზმული პირობები არის და ნაადრევი. კი ბატონო. გამოიტანეთ მძიმე კი. არა მძიმე. თავის ტკივილი რო არის უკვე საშიში. კი, მძიმე. მე ვფიქრობ, რომ მძიმე. ეს რატო არის მოყვანილი? არ დაეყრდნოთ პროტეინურიას. არ ძალიან. მაგრამ აქ მინდა გითხოვოთ, რომ წნევის გაზომვა ტრენინგი უნდა იყოს. რა არის კოროტკოვის პირველი ტონი? ამ კოროტკოვის მეხუთე ტონი უნდა იცოდეს სანიტარხანაც. ჰიპერტენზია პრეეკლამსიის პირველი ნიშანია და შესაძლებელია გამოვლინდეს. ატიპიურად ორსულობის 20 კვირის გესტაციის ასაკამდე, იშვიათად ორსულობის 20-22 კვირის ვადაზე, მძიმე პრეეკლამსიის დროს ორსულობის 24 კვირის ვადაზე, უფრო ხშირად ორსულობის 27 კვირის ვადიდან, მშობიარობის დროს მშობიარობის შემდეგ. ანუ ის დიაგნოზი, რომ აუცილებლად უნდა იყოს ეს 20 კვირის შემდეგ, რაც მართებული არ არის, სტატისტიკურად უფრო მეტი არის, მაგრამ შეიძლება იყოს 20 კვირი. მეორე თემა, რომელიც თქვენ უნდა დაგაინტერესოს როგორც მიანე,
რაც უფრო ადრე განვითარდება პრეეკლამსია, თქვენ უნდა იფიქროთ, რომ ამ ქალბატონს რაღაცა შერწყმული სომატური დაავადება, ან პილონეფრიტი, ან გულის პრობლემა, ან საერთოდ იმუნოლოგიური პრობლემა, იმიტომ რომ გამოვიდა პრეეკლამსია ძალიან ადრეულ გესტაციის დასაწყისში. რაც შეეხება 34 კვირის შემდეგ, აი ასეთი წნევი ძალიან აქტიურად და ძალიან დაფიქრებით უნდა მართოთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ეს პრეეკლამსია ან ეკლამსია გადავიდეს სინდრომში. პრეეკლამსია დიაგნოსტიკა პირველადი შეფასება და რა არის ამ შეფასების მიზეზი. განვითარებული ჰიპერტენზიის დროს ოსულთა პირველადი შეფასების ძირითადი მიზანია გესტაციური ჰიპერტენზიის და პრეეკლამსიის დიფერენცირება. იმიტომ რომ შეიძლება იყოს ჰიპერტონული დაავადება პრეეკლამსიის გარეშე და შეიძლება იყოს პრეეკლამსია. რა თქმა უნდა მოხდეს დიფერენციაცია. ჩვენ გვყავდა ერთი თვენახევარი არა, მე ცოტა მეტის გამ რა გვარი იყო ეს პრობლემა? ქრისტინა კვირა. მათ მოგიგზავნეს როგორც ყოველთვის 220 ნაკლები წნევა. გავაფრთხილეთ, დაუძახე ხათუნასთან ერთად დაუძახე პატრონს. საიდან გადმოიყვანეს მაგობრები? მოაკვლის ვადაზე არც ერთმა კლინიკამ არ მიიღო, არც ბაომ, არც ანგისა, ყველგან მოიარეს ეს ყველაფერი და ჩვენთან უთხარით, რომ არ არის მიზანშეწონილი ის, მაგრამ ყველაფერზე იგნორირება გააკეთა, მოაწერა ხელი. მივიყვანეთ ოცნულობა ვამშობიარეთ კიდევაც და თითქმის გარეშე ვაკუუმით ვამშობიარეთ, მაგრამ 51 თუ რომელ დროს გარდაიცვალა? 59 დღეს შეგერული ჰიპერტონული დაავადება საშინელებაა, ასე იური. ეს იწვევს ჰიპოქსიას, სისხლისმოვარდნას, ინსულტის ძალიან დიდი შანსია ქონდეს. Вообще никогда რას იფიქრებდით ბატონო ლევან, როდესაც ასეთი პაციენტი და რა გავაკეთეთ? მე იტყვის ხათუნა. აი მოგივიდათ ასეთი პაციენტი. რას გამორიცხავთ? შენ მალადეც. პირველ რიგში თითქმის და თითქმის სიმსივნეს ლეოქრომოციტომა. მაგრამ ტახიკარდიაც უნდა იყოს. ტახიკარდიაც უნდა იყოს და რიგი სხვა სიმპტომებიც. უნდა ტახიკარდიას, მაგრამ ლეოქრომოციტომა გამოირიცხა, თუმცა ამ შემთხვევაში ყოველთვის უნდა გამორიცხოთ ლეოქრომოციტომის არსებობა. ორსულებაში ყავს ჩვენ გადარჩენილი პაციენტი, რომელსაც ლაპაროსკოპიით გაუკეთეს თითქმის და თითქმის 3 ჭრას მარჯვენა მხარეს მიგონი და წნევას დაგებული. როგორც გითხარით, არის გესტაციური ჰიპერტენზია და პრეეკლამსიის დიფერენცირაცია საჭირო, მაგალითად მოვიყვანეთ ჰიპერტენზიის სიმძიმის დადგენა. რა თქმა უნდა, ორივე რთული დიაგნოზია. რა თქმა უნდა, ჰიპერტენზიაც 200 და მეტი არის საგანგაშო მდგომარეობა, რომელსაც უნდა მოხდება და პრეეკლამსიის სიმძიმის დადგენა. რატო უნდა სიმძიმის დადგენა? იმიტომ რომ გაიდლაინში წერია, რომ თუ არის მძიმე ფორმის პრეეკლამსია, ექიმს აქვს ძალიან შეზღუდული დრო იმისათვის, რომ მოაშოროს ორსულობა. და ეს გართულება ძირითადად ტარდება რითი? სატეისრო კვეთის ჩატარება. მძიმე პრეეკლამსია კი რითი რთულდება?
ლანცეტის აწვით, ალასი და სასაცილი, ფიქრის შეშუპებით, ფიქრის სწავლულობებით, ბიზნეს სწავლულობებით, ან ანუ მიიღოს თუ არა უნდა მონაწილეობა ყველაფერი ამაში მოსწავლე ორი აზრის აღსანება. პირველ პუნქტად უფრო სულხანი არსოები ყავს გამოყენილი არტერიული წნევის ზუსტად გაზომვა. როგორ ფიქრობთ, ყველაზე ზუსტად რომელი აპარატი ზომავს? ვერცხლის წყლის. დღეს რომელიც ფაქტურა დეფიციტი არის ყველა. ხო, შემორჩენილი ვის არ აქვს კი. თუმცა დღეისათვის მოწოდებულია, რომ ეს აპარატი არის ყველაზე ზუსტი. არა აკრძალულია. ზუსტად გაზომვა. ვერცხლის წყლით. ზუსტად გაზომასაც თერმომეტრების აკრძალვაც არ თავისი ჩაქრება. მოიხოვნები აქვს და ამაზედაც სულ აპარატი ცოტა მოგვიანებით. ანუ ეს არის პირველი манипуляция, რაც უნდა გააკეთოს ექიმმა. შარში პროტეინის რაოდენობრივი განსაზღვრა, სამიზნეო ორგანოების ფუნქციის ლაბორატორიული შეფასება, პრეეკლამსიის კლინიკური ნიშნების შეფასება, ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. ავიცდებათ მეგობრებო, მიანებს, რომ გარდა ეხოსკოპიური მონაცემებისა არსებობს თვითონ მოსულის მიერ ნაყოფის დისტრესის ადრეული დადგენის შესაძლებლობა. ეს არის მის მიერ დათვლილი მოძრაობათა რაოდენობა დროის რაღაც მონაკვეთში. დაუშვათ საღამოს 9 საათიდან 6-დან 9 საათამდე, რომელიც უნდა განისაზღვროს სუბიექტურად მისი აქტის შესაძლებლობის მიხედვით და უნდა შედარდეს ყველა დღეების მონაცემები. აქედან გამომდინარე, მარტო დოპლეროგრაფია და ფიზიკური პროფილი არ არის აუცილებელი ან კარდიოტოპოგრაფია იმისათვის, რომ დროულად შევაფასოთ ნაყოფის მდგომარეობა. თუმცა, როგორც გითხარით, ბევრ მიანს ან ოჯახის ექიმს ამის ჩატარება არ ყოფას. პრეეკლამსიის სიმძიმის შეფასება რატომ არის ასე მნიშვნელოვანი არტერიული წნევის ზუსტად განსაზღვრა? არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს პრეეკლამსიის ყველაზე ადრე მანიფესტირებულ და სარწმუნო საფანძო კლინიკურ ნიშანს. პრეეკლამსიურ სპექტრში პაციენტებს მიეკუთვნების აუცილებელ კრიტერიუმს. პრეეკლამსიის სიმძიმის გამსაზღვრად ხარისხს ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დაწყების ძირითად კრიტერიუმს. არტერიული წნევის ახალი კლასიფიკაცია 2017 წლის ეს არის H4 კატეგორია. პირველი კატეგორია ნორმალური არტერიული წნევა, სისტოლური სისხლის წნევა ნაკლებია 120 მილიმეტრისა ვერცხლის სვეტისა, დიასტოლური კი ნაკლებია 80 მილიმეტრი ვერცხლის სვეტისა. მეორე კატეგორია მომატებული არტერიული წნევა, სისტოლური დაახლოებით 129, დიასტოლური კი 80-ზე ნაკლები. მესამე კატეგორია პირველი ხარისხის ჰიპერტენზია, სისტოლური 130 და 139,
და დიასტოლური არის 89 მილიმეტრი ვერცხლის სვეტისა. მეოთხე კატეგორია მეორე ხარისხის ჰიპერტენზია, სისტოლური 140-ზე ან 140 სტოლი, ხოლო დიასტოლური 90 სტოლი. არტერიული წნევის 4 კატეგორიები კლასიფიკაციას და შენიშვნა. ნორმალური არტერიული წნევის და ჰიპერტენზიის ახალი დეფინიციები მოწოდებულია არაოსული მოზრდილებისათვის. ეს კვლევები არ ეხება პრეეკლამსიის და უსულებთან ასოცირებულ სხვა ჰიპერტენზიურ დარღვევების დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს. პრეეკლამსიის სპექტრის არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები გაყოფილია ორ ნაწილად, როგორც ხედავთ, სუბუკი ჰიპერტენზია და მძიმე ჰიპერტენზია. 4 საათიანი ინტერვალით ორჯერადი გაზომვი დიასტოლური არტერიული წნევა მეტია ტოლია 90 მილიმეტრის ვერცხლის სვეტისა, ხოლო სისტოლური არტერიული წნევა ტოლია ან მეტია 140 მილიმეტრი ვერცხლის სვეტისა. ეს არის სუბუკი ჰიპერტენზია, მეორე მძიმე ჰიპერტენზია 4 საათიანი ინტერვალით ორჯერადი გაზომვი. დიასტოლური არტერიული წნევა მეტია ან ტოლია 100 მილიმეტრი ვერცხლის სვეტისა, ხოლო სისტოლური არტერიული წნევა მეტია ან ტოლია 160 ვერცხლის სვეტისა. საკონძო კლინიკური ნიშანი არტერიული წნევის ან სისხლის წნევის გაზომვის წესები. ძალიან ხშირად დაიმახსოვრეთ ეს წესი. იმიტომ რომ აპუტეჩი მოყვანილია ამ წესის არდაცვის შემთხვევაში, რამდენად ხდება არტერიული წნევის ცვლილებადობა. გაზომვა 5 წუთიანი მოსვენების პერიოდის შემდეგ. როდესაც ამოვა კაბინეტში და ქოშინობს მუზომად, მაშინ 45 გრადუსიანი დონითი მდგომარეობა. გადაჯვარედინებული ფეხები და იატაკზე მდებარე კერპები წინა მხარე უნდა იყოს გულის დონეზე. პირველად ორივე ხელზე და შემდგომში ხელზე, რომელზეც სისხლის წნევის მაჩვენებელი იყო მაღალი. რატო ორივე ხელზე? იმიტომ რომ დისპროპორცია სხვადასხვა წნევა სხვადასხვა ხელზე პრეეკლამსიის ერთი მაჩვენებელი. სათანადო ზომის მანჟეტი. თუ თქვენ დააკვირდით, მანჟეტებს აწერია for child adult. რას ნიშნავს ეს? ბავშვებისთვის და დიდებისთვის. აი ამის გარშემოწირველობა ერთნახევარჯერ მაინც უნდა გარდა ამისა 1/3-ზე მეტად უნდა დაფაროს ეს ზონა. ძალიან მოკლე თუ არის არასწორი იქნება. ოღონდ მანჟეტის სიგრძე ერთნახევარჯერ უნდა აღემატებოდეს ხრის გარშემოწირველობას. არსებობს ქალები, რომელსაც ნაპატიეთ აუზო. გარკვეული შესაბამისი მანჟეტიც უნდა ჰქონდეს ამ მაგალითისათვის overweight-ის ავიღალე ძალიან, ალბათ თქვენს დაკარგვა. პირველად ჩვენ ვიყიდეთ კარტეს აპარატი, რომელიც იყო შემოსაზღვრული
overweight ჰქონდა 10 კილოზე მეტი ვერ. ანუ არ დადიოდა ეს აბარა. ახლა გვაქვს 240 კილოზე მეტი. ანუ გამოასწორეთ ეს. ჰქონდა მე რამდენიმე მანჟეტი მაჩუქეს ექიმებმა საერთოდ გარეთ. სხვადასხვა მოცულობის ქრისტიანის მაგრამ სადღაც ვიღაცა წაიღო და გამეკარგა და აღარ თუმცა არსებობს ესაც. მაგრამ თუ არა გვაქვს უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს სტოდინება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანია. აუსკულტაციური გაზომვის სისტოლური სისტემის წარსულებული მიჩნეულია კოროტკოვის პირველი ტონი, ხოლო დიასტოლური მაჩვენებელი კოროტკოვის მეხუთე ტონი. გადიმართოთ რა არის პირველი ტონი და რა არის მეხუთე ტონი. არტერიული წნევის გაზომვის პრინციპი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი წნევა იკვრება მანჯეთსა და ხრის ხართა შორის. ანუ, როდესაც ეს წნევა აღემატება ადამიანის წნევას, ვირისებათა დარტყმები ხდება ამ ადგილას, ანუ არის იშემია. გამიგეთ? რა არის კოროტკოვის პირველი ტონი? როდესაც თქვენ მანჯეთში წნევას ამცირებთ, მანჯეთში წნევა და სისხლის წნევა უტოლდება ერთმანეთს და პირველი დარტყმა, რომელიც თქვენ გესმით, ეს არის მაშინ, როდესაც წნევები ერთმანეთს გაუტოლდება. გამიგეთ? ეს არის კოროტკოვის პირველი დარტყმა. რომ ჩაიხედოთ უკვე ფიზიკის კანონში, მანჯეტი აღარ არის ისე დაბერილი, მაგრამ მაინც გარკვეულ წნევას ქმნის ხრის ხარზე, ხო? როდესაც მანჯეტის წნევა მთლიანად მოეშვება, ხუთი დარტყმა იქნება, ეს არის დიასტოლური წნევა. დაახლოებით 5 დარტყმა და ეს არის კოროტკოვის მეხუთე დარტყმა. ანუ სისტოლური წნევა იზომება კოროტკოვის პირველი დარტყმის დროს, როდესაც მანჯეთში წნევა გაუთანაბდება სისხლის წნევას, მაშინ გვესმის ფონენდოსკოპით და სტეტოსკოპით, რომ არის დარტყმა გავიგონეთ, ეს არის პირველი ტონი და მეხუთე ტონის დროს. იმ შემთხვევაში კოროტკოვის მეოთხე მოკვლევის ტონი გრძელდება ნორმისურამდე, მაშინ სისხლის წნევის მაჩვენებელი დოკუმენტირება ხდება ამგვარად. 140 და 90 მილიმეტრი ვესხლის სვეტისა არტერიული წნევის გასასვლელად რეკომენდირებულია ვესხლისწყლიანი სფიგმომანომეტრი. არტერიული წნევის გაზომვამდე 30 წუთით ადრე მოსულმა არ უნდა დაიწყოს ჰავა, მოწიოს სიგარეტი. განმეორებული გაზომვა რეკომენდირებულია 10 წუთის შემდეგ თეთრი ხალათის ჰიპერტენზიის გამორიცხვის ნიშნით. ჰიპერტენზიის დიაგნოზის დადასტურების მიზნით რეკომენდირებულია არტერიული წნევის განმეორებული გაზომვა 4 საათის შემდეგ, ხოლო მძიმე ჰიპერტენზიის შემთხვევაში 15 წუთის შემდეგ. ეკამციის სპექტრი პოტენციური კრიტიკული გამოვლინებები. პერიფერიული შეშუპება. ქვედა კედლების შეშუპება 80% შუეული გამოვლინება. არა მარტო ორსულებში, არამედ არაორსულებში ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ქვედა კედლების შეშუპება
საკუთრებით მაშინ, როდესაც ასე თუ ისე დაწყებულია ვერნერი უკმარისობა. საყურადღებოა, მაგრამ პრეეკლამპსიას დიაგნოსტიკური რეგულირება არ დააჩნია. სხეულის წონის სწრაფი და უეცარი მატება, მაგალითად მეტი 2.3 კილოგრამზე კვირაში არის ნიშანი იმისა, რომ აქ შეიძლება პრეეკლამპსია იყოს. სახის შეშუქება, რაც უფრო მაღლა დადის ორგანიზმში და გამოხატულია შეშუქება, მით უფრო ღრმად წასული პროცესია. მე გითხრათ, რომ ძველი კლასიფიკაცია უფრო მოწონდა, ამ შემთხვევაში შეგვეძლო ჩვენ გვარებო გამოხატული ჰიპერტენზია, გვეთქვა, რომ ოსულთა შეშუქება, ზოგჯერ ანასარკაც კი არის ხოლმე ოსულობაში, თუ ეს შეშუქებები არ არის მარტო გონოყებებს. სადისკუსიო შეკითხვა. საკმარისია თორე დადასტურებული არტერიული ჰიპერტენზიის არსებობა, რათა პაციენტი მიაკუთვნოს პრეეკლამპსიურ სქესს. როგორ ფიქრობთ? არა. ჯობია დაპასუხოთ. მხოლოდ ჰიპერტენზიის არსებობა არ არის საკმარისი პრეეკლამპსიის დიაგნოზის დასადგენად. აუცილებელია რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნის სიმპტომების აღება. გეთანხმებით, მაგრამ მე გისვამთ ერთ კითხვას. განა რა თუ არის არტერიული ჰიპერტენზია, ნაკლები ზიანი შეიძლება მეაყენოს ოსულს? რა თქმა უნდა, ამ დროს პათოგენეზი პრეეკლამპსიის სულ სხვა იმუნოლოგიური პრობლემაა ეს უფრო და ამას მეტყველებს ის ფაქტი, რომ როდესაც მოაშორებ ნარკოს ფაქტურად პრეეკლამპსიის მივიღება ხდება. მაგრამ ჰიპერტენზიას არ უნდა აენდოთ იმის თქმა, რომ არა, პრეეკლამპსია არ არის არტერიული ჰიპერტენზია და არაფერი არ უჭირს, ამის თქმას არ შეიძლება. თუმცა თქვენ უფლებოდა პრეეკლამპსიის დიაგნოზი არ გამოიტანეთ. ანუ დიაგნოზი პრეეკლამპსიური სპექტრის უდრის არტერიული ჰიპერტენზია პლუს ერთი ახალ განვითარებული ცვლილებები. რა ცვლილებებია? ამას ვიხილავ თქვენ. დიაგნოსტიკური კრიტერიუმი არის პროტეინურია, თრომბოციტოპენია, შრატის კრეატინინის მატება, ღვიძლის ფერმენტების მატება, სისხლის შეშუქება, ცერებრული ან ვიზუალური ცვლილებები. ბატონო, პრეეკლამპსია დიაგნოსტიკა, პრობლემების შეფასება და ეტაპები. პროტეინურის რაოდენობრივი განსაზღვრება. სამიზნე ორგანოების ფუნქციის ლაბორატორიული შეფასება. პრეეკლამპსიის კლინიკური ნიშნების შეფასება. ახლად ის ეტაპები, რომელიც უნდა გაიაროთ იმისათვის, რომ შეაფასოთ პრეეკლამპსიის ეტაპები. სადისკუსიო შეკითხვა. რატომ არის მნიშვნელოვანი მეორე რიგში პროტეინების ხარისხის განსაზღვრება? დიახ. რა არის პრეეკლამპსია? ერთი დეფინიცია ჩვენ ვთქვით, ეს არის ყოველთვის სისხლში და გიპოელემენტი. მეთანხმებით ამაში, რომ
მეორე რატო ხდება პროტეინის გამოყოფა და არა ცილის ენდოთელიონის დაზიანება. ინფექციაში გადასული ცილის უკანონმდებლობა გაცილებით პრობლემები ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ მძიმე პრეეკლამსია ეს არის ყოველთვის დისიმინირებული დევერს ფიქსირება. იცოდეთ, ეს დამტკიცებულია ძალიან ბევრ ნაშრომებში, ამიტომ აუცილებელია ამ პათოლოგიის არსებობის დროს როგორც ანტიკოაგულანტის, ისევე პრეზერვატივის გამოყენება. ბატონ ჯუმბერ, ეს უკვე ეკლამპსია არ არის? დევეისი რო ვითარ. თუ ეკლამპსია არ არის. გითხარით რა არის ეკლამპსია? ეს არის ტონური და რა არის ცუდი ეკლამპსიაში? ეკლამპსიის უხლების დროს სიზმრის მოქცევა ძალიან მოშკია. მას არ აღწევს არაფერი. მაგრამ თქვენ უნდა განსაზღვროთ, როგორ წესი ვეკითხებოდ, რა ხასიათის კუნთრობი ქონდა. ვერავინ ვერ პასუხობს, არც იციან მე დღეს ეს თქვი და უთხრა იმახსოვრეთ, რა არის ტონური და რა არის ტონური ხასიათის კუნთრობი. ძალიან ცუდი შესახედია, როდესაც ამხელა არსება ესე განაუხსნეს და კიდევ ერთხელ გიუროთ, მეცნიერება ორი წელი არ მინახია ანუ უყურეთ რატო არის ერთ-ერთი კიდე მიზეზი ბატრი ის არის, რომ უკვე პრეეკლამპსიამ თავისი ცუდი გააკეთა სიზაფშიც. იმიტომ გამოჩნდა პროტეინის კვალი ან პროტეინი. ამიტომ თქვენ უნდა მოგცეთ სიგნალი, რომ აქ უკვე წარმოიდგინე, რომ დაზიანებაა სიზაფის, მისი გამოვლენის, ენდოთელიონის, რომ აქ უკვე ერთი დღის, ორი დღის არ არის. როგორც წესი, მე ვეკითხები ხოლმე, რამდენი ხანია გამედგები მოსაშარე. ანუ იცით, რომ ნიქტურია ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ფირკმის უკმარისობას. ფირკმის უკმარისობა თუნდაც არ იყოს მომატებული ღამის დილეს, თუნდაც მომატებული ღამის შაბათ, ეს უკვე გეუბნება კიდევ რომ დაახლოებით თვენახევარია ექიმო. ანუ ამას უკვე დევესიცა ყველაფერი უხრობაა. გამიგეთ, ამიტომ ამ მხრივ რა თქმა უნდა საყურადღებოა და გარდა ამისა ქართული ეროვნული გაიდლაინი ერთ-ერთი სამიზნე ფაქტორია იმისა, რომ გამოიყოს მძიმე პრეეკლამპსია. იქ რაოდენობის მიხედვით შეგვიძლია ჩვენ დავსვათ. მე მგონი სამია, ხო. გესტაციური ჰიპერტენზიის და პნევმონიის დიფერენციების საკვანძო ლაბორატორიის კრიტერიუმს პროტეინის მაჩვენებელი წარმოადგენს. პროტეინური დიაგნოსტიკის მიზნით ტესტ შხირების გამოყენება არ არის რეკომენდირებული. რატომ მეგობრებო? ანუ ჯერები პროტეინურიას არ გაზრდოს რაოდენობის გაზრდოს ხო. თვითონ პროტეინურია შეიძლება ქალებში იყოს აბსოლუტურად ფიზიოლოგიური. მაგალითად სპორტსმენებში ეს არის ფიზიოლოგიური მაჩვენებელი. თუ თქვენ არ გაინტერესებს რაოდენობრივი მაჩვენებელი, ელემენტარულად შეგიძლია გააკეთოთ აადუღოთ
შარდი და დენახავ კაფე. ყველაზე მარტივი ტესტი მეგობრებო ხო ჩავარდნი მაშინ დადევით სასაგნო მინაზე რამდენიმე წუთი და აღჭებოთ ისტორია ანუ აზრი არ აქვს ამას გაკეთებინა რა თქმა უნდა თუ რაოდენობრივად შეაფასებთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რატო მე მინდა ჩემი აზრები რაც მე მქონდა ამ მხრივ გაგიზიარო პირველი ეს არის თვითონ არა მარტო პროტეინის განსაზღვრა არამედ თვითონ შარდის საერთო ანალიზის ცოდნა როგორ უნდა გაშიფროთ შარდის ანალიზი პირველ რიგში რა თქმა უნდა აქვს პროტეინის ხარის ძალიან დიდი მნიშვნელობა მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არის თუ არა რამდენია ხვედრითი წონა რას გასდევს ხვედრითი წონა ხვედრითი წონა გასდევს პირველ რიგში არის თუ არა ფილტრაციული თითქმის ფილტრაციული შესაძლებლობა დაქვეითებული Daim absolut, daim absolut. Norma არის 1-0 ნაკლები თუ არის ამერჯერად ჩარჩი. ეს გასვლა თქვენ უფლებას იმისა, რომ თქვენ დასვათ აქ არის ჰიპოსტერმია. რას ნიშნავს ჰიპოსტერმია? რომ თქვენ უკვე პრობლემა აქვს, ხო? რა უნდა გაკეთდეს წესით? ამ შემთხვევაში წესით უნდა გაკეთდეს ზილისტიკა. ზილისტიკა გეუბნება თუ რამდენად შესაძლებლობა ფილტრაციული შესაძლებლობა ანუ რაც უფრო ბევრია დაშორებული სხვადასხვა შარდის ანალიზთან ხვედრითი წონა მით უფრო კარგია მაგალითად დილა შეიძლება ხვედრითი წონა იყოს 1-0-9 ხოლო საღამოთი 1-0-20 ანუ მაღალი ეს კარგია ანუ თითქოს აქვს შესაძლებლობა რამდენი კუთხეს იჭერთ უყურეთ თქვენ ნახულობთ პროტეინის რაოდენობას ნახულობთ არის თუ არა ჰიპოსტერმია ნახულობთ როგორია თითქმის ფილტრაციული შესაძლებლობა მე აღარ ვამბობ უკვე პH-ზე იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შარდის პასაჟი არის დარღვეული პრეტანსიის დროს ანუ იცვლება pH-ში ამიტომ შარდის საერთო თუ კარგად კეთდება არის ძალიან მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ტესტი ხო აქვე შეგვიძლია თქვენ ნახოთ არის თუ არა ბაქტერიული ძიმე პრეტანსიის ერთ-ერთი ნიშანია კიდე რა ჩემოიო რომელიც იმედები როგორც აი რას გეუბნება ფიზიოლოგიის აღსება ჩემი ახალგაზრდობის დროს იყო ასეთი ტესტი თუ რომე დავუშვათ თუ იყო ბაქტერიული ან ანთების ნიშნები ანთების ნიშნები შეგახსენებთ ეს არის იურია რომელიც დიაგნოზი თქვენ შეგვიძლია დასვათ უკვე 4 ლეიკოციტების ზევით არსებობის შემთხვევაში რას ვაკეთებდით ანუ ერთი შარდი ჩაეღრებოდა ერთ კონტეინერში მეორე პორცია მესამეში და მეოთხე პორცია სხვადასხვა და იმის და მიხედვით სად იყო მეტი ისე თუ
პირველში იყო ეს არის ქვედა ნაწილები, ინფექცია თუ ზევით, თუმცა ეს ტესტიც არ არის მანდამაინც ძალიან ფილოსოფია და ჩემი მეგობარი რეზო ფეისბუქში რომ ძალიან ექიმი და პოლიტიკა. ხო ექიმი და პოლიტიკა აი ძალიან კარგად არის ფილმში მოცემული როდესაც ბენჟამინი და დავადი თავადი მუხრანსკი არა ორი ექიმი ლევანი სულ სხვანაირად მართავს დაქირავებული ყავს და იმან უთხრა იმას პაციენტებს ბენჟამინი მოკლედ კარგი ექიმია მაგრამ ფეხებზე კიდია ყველას ზოგჯერ ადარებს შეთავს მაგრამ ასეა ალბათ უნდა იყო ლევანი რომ იყო ცოტა თვითპიარიც საჭიროა. მაგრამ ერთი რამე მაგაზიანებს ქართული ექიმების ამბიციები საქმის გუშტობა არ არის კარგი ეს დამარცხებით იმიტომ რომ ქართული ონკოლოგიური სკოლა რა თქმა უნდა ყველას აქვს რაღაცა ტრადიცია მაგრამ არ არის საქართველოს ის ქვეყანა რომ 10,000-ობით და 1000-ობით პაციენტები გაატარა. არ არის და ასე იგი რატო არის ერთ-ერთი წარმატება თურქი ექიმების არის ის რომ დასვით აქვს ძალიან ინტუიტი გარდა ამისა აი სწორად გამახსენა ყველაზე მეტი გადაներგვა საშუალოსნოს რომელიც ყველაზე თული ჩასატარებელი იმიტომ რომ მე ინერგავ იმიტომ რომ დაფლობძინდეს ხო აბა იმიტომ კი არა რომ ციკლი კონდეს გაკეთებულია ინდოეთში აი იციან პროგრამა ჩემი სტუდენტები ვიციან უკვე ისე მუშაობენ რომ პრაქტიკა ძალიან დიდი პრაქტიკა ამიტომ მოდით ამიტომ საერთოდ ექიმისთვის არ არის ამაზე რომ იყოს საქმის უბრალოდ უნდა იყო თუმცა ესეც ბეზდება ხოლმე ზოგჯერ საჭიროა შენი თავის დაფასება ზუსტი დიაგნოსტიკა მიზნით რეკომენდირებულია პროტეინ კრეატინინის ინდექსის განსაზღვრა რომელიც მეტი უნდა იყოს ათეული 0.3 მილიგრამზე 20 საათიანი ინტერვალი რანდომულად აღებული შარდის 2 საათოვან დაფაში პროტეინის რაოდენობრივი შეფასება ან 24 საათის განმავლობაში შეგროვებული შარდში პროტეინის რაოდენობრივი განსაზღვრა მეტი უნდა იყოს 300 მილიგრამ დეციმეტრზე 24 საათის განმავლობაში. Preeclampsიის ყველაზე ზუსტ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს წარმოადგენს. შეგროვებული უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში გამოყოფილი შარდის ყოველი წვეთა. შარდის შეგროვება დაიწყეთ გაღვიძების შემდეგ. მას შემდეგ, როცა დააცლეთ შარდის გულს, არ შეაგროვოთ პირველად აღებული დიდი შარდი. გადაყვარეთ და ჩაინიშნეთ, რომ მაგალითად 0 საათი და 8 საათი. დაემახსოვრეთ, ეს არის 24 საათიანი შარდის შეგროვების დაწყების დრო. ჭურჭელში შეაგროვეთ დღის ღამის განმავლობაში გამოყოფილი ყოველი წვეთის შარდის კი. შეგროვებული უნდა იქნას შარდის ის ნაკადიც კი, რომელიც დეფეკაციის დროს გამოიყენება. შეეცადეთ შარდში არ მოხდეს
განავალი თუ მოხდა არც სადოთ ისი ამორება ყველაფერში ხარს. თურქელი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე განაცემას. 24-იანი ნიმუში შეგროვება დასრულებით მეორე დილის ნაკადით დაახლოებით 10 წუთით ადრე ან 10 წუთით გვიან შეგროვების დაწყების დროსთან შედარებით. პირველი ნაკადის გადაქცევის დრო მაგალითად ნოშოდი და 50 წუთი. 8 საათი და 10 წუთი დამდიანი დრო. ეს არის გლობალური ინფლაციის სიხშირე, რომელიც მოცემულია ინგლისურ ენაზე, შეიძლება ამის გადაგროვოს, თუმცა საფრთხე არის ასე წარსულში არის მე მაგას აშუქებ. მინდა გითხრათ, საერთოდ პროტეინურია ითვლება დღე-ღამის გამოყოფილი შარდის იწოდება. ერთჯერადი შარდის გამოყოფის არ ასახავს მთლიან სურათს. დაიღალეთ, ხო? დავკრეთ, კარტოფილები გავაკეთოთ თუ შევწყვეტოთ? აღქმადი არ არის. ძალიან საინტერესო. არა, ორშაბათს მე ლექცია მაქვს უკვე ბერსეულში. ოპერაციის მე მე